მე არ მინდოდა გარკვეულწილად მელაპარაკა თავდაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ მომიწევს ამ თემაზე საუბარი. მამალად ყველამ კარგად იცით, რომ წლების მანძილზე მუშაობდი და მსახურობდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და კარგად ვიცი თუ რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა და როგორ რა იხარჯებოდა და როგორ ვითარდებოდა ქართული შეიარაღებული ძალა ზოგადად თავდაცვის სამინისტრო. მე ნამდვილად არ მოველოდი იმ ტიპის შეფასებებს წარსულთან დაკავშირებით, რაც თქვენ ახსენეთ თავდაცვის მიმართულებით და მინდა ახლა მოგმართოთ და გითხრათ სად უნდა მიხვიდეთ, რა უნდა ნახოთ, რომ თქვენ დარწმუნდეთ, სად დაიხარჯა, როგორ დაიხარჯა და რა მოხდა თავდაცვის სამინისტროში იმ 9 წლის განმავლობაში და ეს 8 მილიარდი ეწოდებული, რომელიც თქვენ ახსენეთ, სად იხარჯებოდა, როგორ იხარჯებოდა. პირველი თქვენ ახსენეთ ვაზიანის ეგრეთ წოდებული ბაზა, სადაც მეც ვიმყოფებოდი იმ ბაზაზე და რა თქმა უნდა იმ ბაზას სჭირდება გაკეთებაც, აშენებაც და შესაბამისად ინფრასტრუქტურის გამოსწორებაც. მაგრამ მივაზიანის ტერიტორიაზე არის სხვა სამხედრო ნაწილებიც და მინდა გითხრათ, რომ მიხვიდეთ იმ სამხედრო ნაწილებში, მაგალითად მე-4 ბრიგადაში, სადაც მე მსახურობდი შტაბის უფროსად 2001-2003 წლების განმავლობაში და თუ რა მდგომარეობა იყო, როგორი იყო თუნდაც ინფრასტრუქტურა, როგორი იყო კვება, ეს ძალიან კარგად ვიცი და შეგიძლიათ მიბრძანდეთ ამ მე-4 ბრიგადაში და ნახოთ როგორი ინფრასტრუქტურა არის, როგორ არის გაკეთებული და რა პირობებში მსახურობს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურები. იქვე აზიანში ბატონო ნოდარ არსებობს პირველი საარტილერიო ბრიგადა, შეგიძლიათ მიბრძანდეთ იმ ბრიგადაში და ნახოთ როგორი ბრიგადაა და როგორი ბრიგადა საარტილერიო ბრიგადა ჩაიბარა დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა 2012 წელს. გავაგრძელებთ. შეგიძლიათ მიბრძანდეთ წაინს სასწავლო ცენტრში და იხილოთ წაინს სასწავლოში თუ რა რეფორმები გატარდა. თუ რა ტიპის სიმულაციის ცენტრები შეიქმნა და სად იწვრთნება ქართული შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ესე შეგიძლიათ ნახოთ თვალნათლად. იგივე მე-4 ბრიგადაში შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ სიმულაციის ცენტრები, რომელთაც თავდაცვის სამინისტრო დღესაც იწონებს თავს და კვლავაც დარწმუნდებით, რომ რა მემკვიდრეობა დარჩა დღევანდელ თავდაცვის მინისტრს. ჩამოვინაცვლებ, რაც შეეხება თუნდაც დედაქალაქში მდებარე თავდაცვის სამინისტრო გენერალური შტაბის შენობებს, რომელიც დგას და იმ ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო შტაბების განლაგებას მიბრძანდეთ ნახოთ როგორი თავდაცვის სამინისტრო, როგორი გენშტაბის ინფრასტრუქტურა ჩაიბარა თავდაცვის მინისტრმა. შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ გორის სასწავლო ცენტრი, რომელთაც დღესაც ვამაყობთ და დღესაც რო იტყვიან ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია, როგორი ინფრასტრუქტურა არის, როგორი პირობებში უწევთ ჩვენს დღევანდელ იუნკერებს თავისი ცოდნის შეძენა და დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი მართლაც გაკეთებულია. აქვე ქუთაისში შეგიძლიათ მიბრძანდეთ კაეთა კორპუსში და კიდევ ერთხელ ნახოთ იმ განათლების სისტემაში გაწეული რეფორმები და ხარჯები, თუ რა პირობებში ჩვენი კაეტები ცხოვრობენ და სწავლობენ და იწვრთნებიან. შეიძლება ჩავინაცვლოთ სენაკისკენ და ნახოთ სენაკის სამხედრო ბაზა. შეიძლება გადავნაცვლოთ საარტილერიო მეორე ბრიგადის ბაზაზე აქვე ხონში და ნახოთ როგორი მეორე საარტილერიო ბრიგადის ბაზა და ინფრასტრუქტურა დახვდა დღევანდელ სამინისტროს. იქვე სენაკში შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ ეგრეთ წოდებული ჩვენი შოუმფრენების ბაზა რა პირობებშია და როგორ პირობებში და რა მემკვიდრეობა დარჩა დღევანდელ მინისტრს. უამრავი მაგალითია იმისა, თუ რა გაკეთდა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით თავდაცვის სამინისტროში, რომელიც თქვენ ახსენეთ. მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრი, რომელიც 13 წელში შემოვიდა თხოვნით, რომ ინფრასტრუქტურის გასანვითარებლად, აი ინფრასტრუქტურის, რომელიც თქვენ ახსენეთ, 42 მილიონი ლარი გამოგეყოთ, თქვენი მთავრობა ამ 42 მილიონი ლარზე უთხარით უარი. ეს ხო ესია. 14 წლის ბიუჯეტში ანალოგიურად მოითხოვა თავდაცვის მინისტრს შესაბამისი ხარჯები ამ მიმართულებით და ისევ ნული მიეცეთ თქვენმა მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს, რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას. ნათელი მაგალითია მაგალითად საცხოვრებელი კორპუსები ოფიცრებისთვის, რომელიც არის გაშენებული კახეთის გზატკეცილზე, რომელიც საზეიმო ვითარებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და მინდა გითხრათ ბატონო ნოდარ, რომ თქვენ რომ არ გამოყავით ფული და არ მიეცით თავდაცვის მინისტრს ეს ფული. დღეს ამ შენობებში რემონტს იცივენ ატარებს? ვინ ხარჯავს ფულს? თვითონ სამხედრო მოსამსახურეები სვავენ კარფანჯარას, აკეთებენ რემონტს თავისი საკუთარი შემოსავლით
და ეს არის ის, რომ თქვენ არ აძლევთ ფულს და თქვენი მთავრობის დამოკიდებულება არის ზუსტად ეს, რომ შავ კარტკაში შეიყვანეთ სამხედრო მოსამსახურეები და ასე ეცით პატივი და ასე ზარზეებით გადაეცით საცხოვრებელი ფართები. ეს არის ნათელი მადლად დამოკიდებულება თქვენი მთავრობის და თქვენი პირადად თავდაცვის მიმართულებით. რაც შეეხება საბრძოლო ტექნიკას და მოდერნიზაციას, იმ მილიარდებიდან, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. არაერთს ჯავშან ტექნიკას იმ წლების განმავლობაში ჩაუტარდა უამრავი ტექნიკური მომსახურება და მოდერნიზება მოხდა და თანამედროვე საცეცხლე მართვის სისტემები დამონტაჟდა აღნიშნულ ტექნიკაზე, ჯავშან ტექნიკაზე. შეგიძლიათ კითხოთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღესაც მსახურობენ და უთხრათ, რა ტექნიკა ყავდათ და რა ტექნიკით უწევდათ შემდეგ თუნდაც 2008 წელს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება. იმ საარტილერიო ქვედანაყოფებს შეიძლება კითხოთ, როგორ მოხდა საარტილერიო ტექნიკის მოდერნიზაცია, გადაიარაღება და ახალი მართვის საცეცხლე სისტემების დამონტაჟება აღნიშნულ ტექნიკაზე. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ არ არის სწორი თქვენი დამოკიდებულება, როცა თქვენ წარსულზე აპერირებით, გინდათ გადაფაროთ დღევანდელი თქვენი დამოკიდებულება თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მე გირჩევდით, რომ 15 წლის ბიუჯეტში მართლაც დაფიქრდეთ და საქართველოს ყავდეს ისეთი თავდაცვის სამინისტრო თავისი ქვედანაყოფებით და საქართველოს შეიძინოს ესეთი თავდაცვის უსაფრთხოების ძალები, რომლებიც აჯობებს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილ თავდაცვის სამინისტროს. მე ვისურვებ, კიდევ ერთხელ ვიძახი, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ დააყრა თავდაცვის სამინისტროს და ბევრი გარკვეული სამხედრო ნაწილების ეგრეთ წოდებული განახლება და ის ვერ ხერხდა. მაგრამ თქვენ ხო იმისთვის მოხვედით, რომ ეს პროცესი გააგრძელოთ. იმაზე კი არის ლაპარაკობთ, რომ თურმე არაფერი არ გაკეთებულა, თურმე ყველაფერი იყო განადგურებული, თურმე საერთოდ არაფერი არ არსებობდა თავდაცვის სისტემაში და დღეს ბატონი ირაკლი ალასანიად ნულიდან იწყებს ყველაფრის მშენებლობას. მე ძალიან უწყო ვარ იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად დიდი სურვილი აქვს ირაკლი ალასანიას, რომ ის რეფორმები, რომელიც არის დაწყებული და დაწყებული იყო თავდაცვის სამინისტროში, რომლის სურვილიც აქვს, რომ ამ ადამიანმა მიიყვანოს ეს რეფორმები ბოლომდე, არც ერთი თეთრი და არც ერთი კაპიკი არ აქვს გამოყოფილი ამისთვის. და ისიც კი ეს დგას, რამოდენიმე ხნის უკან იყო წოდებრივი საზღვაოსთან დაკავშირებით შემოტანილი ეგრეთ წოდებული გარკვეული პროექტი და იმის გამო, რომ ფული არ აქვს, ამ რეფორმასაც ვერ აკეთებს თავდაცვის სამინისტრო. თქვენ საქმის კურსში ხარ? ხო, აქედან გამომდინარე, მე ვისურვებდი ნამდვილად გულწრფელად და მსურს და მინდა მაგალითად მთავრობას მადლობა უთხრა იმაზე, რაც გააკეთა თავდაცვის მიმართულებით, რომ კი ბატონო ხელფასები გაიზარდა, კი ბატონო თავდაცვის სამინისტროში გარდაცვლილ ოჯახებს დახმარება გაიზარდა. ამისთვის მართლა დიდი მადლობა, გულწრფელი მადლობა. მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ის რაც გაკეთდა არაფერი არ არის, მაგრამ ის რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ყველაფერი. ეს ყველაფერი არ არის. ბატონო, და რამიტომ თავდაცვის სამინისტროს მართლაც რეალურად ჭირდება თქვენი ხარდაჭერა, მთავრობის ხარდაჭერა და რა თქმა უნდა უმრავლესობის ხარდაჭერა, რომ თავდაცვის სამინისტრო უფრო მდგრადი, უფრო მტკიცე გახდეს და მართლა შეძლოს ამ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. და თქვენ გააგრძელებთ ამ ფორმაში, ამ მდგომარეობაში საუბარს და ამ დამოკიდებულებას თავდაცვის სამინისტროს მიმართ, თავდაცვის სამინისტრო დარჩება მარტო ხელფასის ამღებად და მარტო პურის მჭამელად. და ეს პურის მჭამელი და ეგრეთ წოდებული მარტო ხელფასზე მიმბული სამხედრო მოსამსახურე ვერ დაიცავს ამ ქვეყანას. თუ კი ის არ გადაიარაღდა, თუ კი ის არ გაიცნო და თუ კი თავის საბრძოლო მომზადება და დატვირთვა ვერ აიყვანლა. ამიტომ არის დიდი თანხები და ეს თანხები უნდა მოიძიოთ. მაგრამ როგორ მოიძიოთ იმ თანხებს, როცა 600 მილიონი ბიუჯეტი ირღვევა, როცა ხარჯით ნაწილში 700 მილიონი პრობლემები გაქვს. აქედან გამომდინარე ჩვენი გულისხმობა და აქედან გამომდინარე საუბრობთ ამ თემებზე. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რამდენად თხოვნა მისაღებია ჩვენი, უფრო კორექტულად რომ მოგვართოთ და თქვა რაღაც სხვა რაღაც პოპულისტში რა ჩამითვალოთ ეს ყველაფერი, გთხოვოთ რომ 15 წლის ბიუჯეტში მაინც გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი. აქვე რაღაც მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, მინდა გითხრათ რომ თქვენ ეხებით და ლაპარაკობთ. აკვის რაიონში თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი სარწყავი წყალსაკადში დამონტაჟდა თქვენი ხელისუფლების 2 წლის განმავლობაში. რამდენი საგუბარი გაკეთდა? კარგია რომ სოფლის მეურნეობაში ფული ჩადეთ და ჩვენ აგლიხმა შესაბამისი თანხები მიიღო. მაგრამ ჩაიდრა ასმენის რაიონის მოსახლეობას, აბა შეეკითხეთ, ურჩევნო და ფული მიგეცათ ან მიწა მოგეხართ თუ მის სახნავ სათიშში
მის წახნასათევში წყალი მიგეყონოთ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მართლაც გადაცახეთ წინააღმდება დაასრულებინეთ. გადასახელი და მოგიწოდებთ რომ დაანებოთ მართლაც პოპულიზმის თავი და დასაკვირდეთ და დაკავდეთ იმით რომ რეალური ბიუჯეტი შექმნა და რეალურად დაეხმაროთ თავდაცვას და შესაბამით სოფლის მეურნეობას. დიდი მადლობა.